საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში უსინათლო მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 30-მდე ნახატია გამოფენილი. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. თუ ადრე მხედველობა მქონდა თვალით რასაც ვხედავდი და ვხატავდი დღეს ამას ვაგრძელებ უსინათლო ჩემს საქმიანობას. იცით თავარი ის კი არ არის რას დახატავს, თავარი აი როგორ დახატავს. რავიც მე პირადად დიდ სიამოვნებას ვებულობ და ალბათ სხვაებიც მიიღებენ სიამოვნებას. ამ შემთხვევაში ადამიანები ჩვენ ხელოვნების ენით გვესაუბრებიან და ესეთი ქვეცნობიერი ნახატით, სადაც გამოყენებულია საღებავი და ფურცელი, გვესაუბრებიან და გვიხსნიან თავის სამყაროს. ჩვენთვის, ხირულებისთვის, ეს იმდენად საინტერესო უნდა იყოს, რამდენადაც გავახილოთ თვალები და მოусმინოთ მათ, რათა უფრო მარტივად მივხვდეთ, რა სამყაროში ცხოვრობენ.